საღამომშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. საღამომშვიდობის გიორგი, მადლობა რომ გვეწვიე სტუდიაში. დავიწყოთ იმით, რომ Donald Trump-ი აგზავნის თავის წარმომადგენლებს საუდის არაბეთში, ან მარკ რუბიო და ასევე კიდე რამდენიმე პირი ტრამპის გარემოცვიდან შეხვდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეს იური უშაკოვს. საუბრის თემა გასაგებია გადატვირთვა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და რაც ყველაზე უმთავრესი განხილვისაგანი იქნება, ეს არის უკრაინის კონფლიქტის დასრულება. მთელი რიგი გამოცემები უკვე აპელირებენ იმ ფაქტზე, ძირითადად შტატების გამოცემები საუბრობენ იმაზე, რომ ტრამპმა პრინციპში ომი დაასრულაო. რასაც ვერ ეგუება და ვერ ეპუება ევროპა პარალელურ რეჟიმში, მაკრონი მას პინძლობს არც მეტი არც ნაკლები 11 ქვეყნის ლიდერს იხილავენ თუ როგორ უნდა მოიქცეს ევროპა, რომელიც პრინციპში გადაგდებულია ბორტიდან ამერიკელების და რუსების მიერ. როგორ შეაფასებდით არსებულ ვითარებას? მოაგვარებს თუ არა ტრამპი ამ თავის აწადელს, რაც დააანონსა, რომ 100 დღის განმავლობაში დაასრულებდა ამ კონფლიქტს და მიიღწევა თუ არა რაიმე შედეგი საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრიდან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ მაყურებელს. ჩვენ რომ ასე ვთქვათ გავაკეთოთ რამე პროგნოზი და შევხედოთ იმას თუ სავარაუდოდ რა შედეგით დამთავრდება ის მოლაპარაკებები, რომელიც უკვე მე რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი და ერთი ეტაპი არის უკვე საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრა, როგორც თქვენ ბრძანეთ რუსეთის მხრიდან ლავროვი, ბატონი სერგეი ლავროვი, იური უშაკოვი და ამერიკის მხრიდან მარკო რუბიო, მაიკლ ვოლცი და სხვები შეხვდებიან. პრინციპში ეს იქნება წინა შეხვედრა მთავარი ასე ვთქვათ მოლაპარაკებებისა, სადაც იქნებიან ბატონი ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი. და რა თქმა უნდა მსოფლიო ელოდება ამას, შესაძლოა ეს იყოს ერთგვარი იალტა 2, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და სადაც როგორც ყველა ელოდება უნდა გადაწყდეს ძალიან ბევრი ასე ვთქვათ იმ პროცესის დასასრული და შემდეგ უკვე ახალი ეტაპის დასაწყისი, იგივე მშვიდობიანი მოლაპარაკება, კონფლიქტების დასრულების პირველი ეტაპი და აქედან იქნება ამ მოლაპარაკებებიდან იქნება განპირობებული ასე ვთქვათ მსოფლიოს უახლოესი წლების მომავალი და ჩვენ ძალიან დიდი იმედით უყურებთ, რომ ეს მოლაპარაკება დასრულდება შედეგიანად და შორეული პერსპექტივის, ასე ვთქვათ, მშვიდობა დამყარდება როგორც კონკრეტულ რეგიონებში, ასევე მსოფლიოში, ხო? ნუ ყველა კონფლიქტი შეიძლება ვერ გადაწყდეს ეს, ასე ვთქვათ, ნაწილობრივ, მაგრამ ძირითადი კონფლიქტები, როგორიც არის მაგალითად უკრაინასთან დაკავშირებით და ასევე ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით, რომ ეს კონფლიქტები დასრულდება და შემდეგ უკვე დაიწყება ახალი ეტაპი იმ პროცესებისა, რასაც ქვია, იგივე პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით გადაფორმატირების პროცესი, იქიდან გამომდინარე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სისტემები, მსოფლიოში არსებული სისტემები, რომელიც დაფუძნებული არის კონკრეტულ ინსტიტუტებზე, ეს ინსტიტუტები უნდა გადაფორმატირდეს და ჩვენ ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს. ნუ მაგალითად დაიყოფა მსოფლიო სავალუტო ზონებად, თუ დღეს არის დოლარის ზონა და განპირობებული არის ფედერალური სარეზერვო სისტემის, მსოფლიო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და სხვა ინსტიტუტებზე არის დამოკიდებული და დაფუძნებული. მომავალში ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ სავალუტო ზონებს, ნუ მაგალითად ევრაზიის კონტინენტზე იქნება სიტყვაზე მე დარწმუნებული
დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ასეთი სავალუტო და ეკონომიკური ზონა, რომელსაც რუსეთი გაერთიანებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ანუ ასე ვთქვათ გაერთიანებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ასევე დაემატება სავარაუდოდ შეიძლება თურქეთის დაემატოს, შეიძლება იაპონიას დაემატოს და ეხლა წინასწარ ვერ გავთვლით, მაგრამ ის რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები აუცილებლად შევლენ ამ ზონებში, ამ ეკონომიკურ ზონაში, რომელსაც რუბლის ზონა შეგვიძლია ასე ვთქვათ ვივარაუდოთ, რომ რუბლი იქნება ზუსტად, რა თქმა უნდა, ეხლა ახალი ვალუტა არ მგონია, რომ რუსეთში დაფუძნეთ ახალი ვალუტის დაფუძნებას არავინ არ ელოდება, ეს იქნება რუბლის ზონა და შეცვლის დოლარს სრულიად და ჩვენთვის იქნება ძალიან კარგი ხელსაყრელი პირობები, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო ასე ვთქვათ სხვა ეტაპზე გადავიდეს განვითარებისა. რაც შეეხება ამ მოლაპარაკებას, ჩვენ რო ეს ასე ვთქვათ შედეგი რომ განსაზღვროთ, უნდა გადავხედოთ რა ხდებოდა აქამდე, ხო? როდესაც დონალდ ტრამპი არჩევნებამდე იძახდა, რომ ის იზოლაციური პოლიტიკის მომხრე არის, ის არის მომხრე მშვიდობიანი მოლაპარაკებების, შემდეგ უკვე რო გახდა ინაუგურაციის შემდეგ პირველი ის განაცხადა, რომ რუსეთს ვლადიმერ პუტინს მიმართა, რომ სანქციებით დაემუქრა, ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებსაც სატარიფო ომი გამოუცხადა, მათ შორის თავის ეგრეთ წოდებულ მოკავშირეს სინამდვილეში ვასალს ევროპას, მათ შორის ჩინეთს, მაგრამ ყველასგან მიიღო ძალიან მკაცრი პასუხი და მან მომენტალურად შეცვალა, ასე ვთქვათ, ძალისმიერი პოლიტიკა და ერთადერთი რაც დარჩა მას ეს იყო რომ არ ყველასთან გაიფუჭა ურთიერთობა და ერთადერთი გამოსავალი აქედან მან დაინახა იმაში რომ ვლადიმერ პუტინისთვის დაერეკა და განიახლებინა ის გეგმა რომელიც გულისხმობს მშვიდობის დამყარებას უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში და ამას მოყვა ზუსტად ის რასაც ჩვენ ხედავთ დღეს რასაც ჩვენ ველოდებით საუდის არაბეთში და ეს არის ლოგიკური, როდესაც დასავლეთი ხედავს, რომ ის მარცხდება ოპონენტთან, ამ შემთხვევაში რუსეთთან და ჩინეთთან, ის უკან იხევს და ასე ვთქვათ, პოლიტიკური დაზავებისკენ დგავს ნაბიჯს. ზუსტად აი ეს არის და მე ვფიქრობ, რაც თქვენ დასვით ბატონო დავით კითხვა, რომ რა შედეგით დამთავრდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამთავრდება ვლადიმერ პუტინის ტრიუმფალური დიპლომატიური გამარჯვებით. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტიურად სამხედრო თვალსაზრისით კოლექტიური დასავლეთი უკვე დაამარცხა რუსეთმა უკრაინის ფრონტზე, ამას მოყვება უკვე დიპლომატიური გამარჯვება და ეს იქნება დასაწყისი უკვე სხვა ეტაპისა, რომელიც მოიცავს იგივე ახალი ეკონომიკური ზონების გაჩენას. მაგრამ ევროპაში, ევროპის ქვეყნებში ჯერჯერობით ასე არ ფიქრობენ. ყოველ შემთხვევაში არ ჩანს ამის პირი, რომ ამას ეგუებოდნენ. მე მესმის თქვენ რასაც გულისხმობთ, რუსეთი ამარცხებს უკრაინაში დასავლურ იარაღს, რაც მიაწოდეს მას. ყოველ შემთხვევაში იმ რეგიონებში, რაც უკვე შემოიერთა. მაგრამ ის ნამდვილად ფაქტია, რომ 3 წლის განმავლობაში ამ ომის მიმდინარეობის პროცესში ევროპას ჰქონდა გამოცხადებული ესეთი დიპლომატიურ იზოლაციაში მოქცევა რუსეთის, რაც ფაქტობრივად ტრამპმა ჩააგდო. ანუ ტრამპის ზარი მისი ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული კონტაქტი მოსკოვთან და შემდეგ უკვე მათი სატელეფონო საუბარი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ტრამპმავე მოარღვია ეს დიპლომატიური იზოლაცია რუსეთის. ეს თვალნათლივ ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ფიასკო განიცადა დასავლეთმა ამ მხრივ. მაგრამ აი რაც შეეხება ევროპის განწყობას, ეს განწყობები ახლა დღეს მე შემთხვევით არ ვახსენე, რომ მაკრონი მასპინძლობს ამ 11 ქვეყნიდან ლიდერებს. ახლა იქ სხვადასხვა გვარი ბჭობა მიდის, თუ როგორ უნდა მოხერხდეს წინააღმდეგობის გაწევა რუსეთისადმი. სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ამბობს, რომ უნდა გადაუგზავნო კონტინგენტი მოვამზადო და გადავისროლოთ უკრაინაში. ეს არის ფაქტობრივად დააბიჯოს ფორცხს ფეხი. პირდაპირ დიდ ბრიტანეთს ამ კუნძულს მოხვდება თავში ნამდვილად თუნდაც რამდენიმე ფლოტია რუსეთის იქ პასუხისგებელი სწორედ დიდ ბრიტანეთზე, მინიმუმ 2 ფლოტი. მას თუნდაც წყალქვეშა შეერაღება აქ ისეთი რომ
ერთი ღილაკის დაჭერით მომენტალურად 20 ქობინი დაიშლება კიდე სამნაწილად და რაც კი მსხვილი ქალაქებია დიდ ბრიტანეთში არ დარჩება არც ერთი. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. როგორც ჩანს, სტარმერი ამას არ ითვალისწინებს, ახლა ცდილობენ რაღაცნაირად გამოაჩინონ კბილები. მაგრამ აი პოლონეთი, რომელიც უფრო ჩასაფრებულია თავის ისტორიული მიწების დასაბრუნებლად, ეს ლვოვი და ლვოვის გარშემო ტერიტორიაზე. ახლა ამბობს ტუსკი, რომ არა ჩვენ არ გავგზავნით იქ შეერაღებულ ძალებს ჩვენ ნაწილებს არ გავაგზავნით. ამერიკის შეერთებული შტატები კი ამბობს, რომ თუ კი ასეთი რამ მოხდა, აქიდანვე ვამბობთ, რომ ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების წესდების მეხუთე მუხლი არ იმუშავებს. აი აქ არის საინტერესო მომენტი, რას განახორციელებს რუსეთი, თუ კი მართლაც ევროპელი ლიდერების ზოგიერთი ლიდერის ცხელ თავებში მოიხარშება ასეთი რამ, რომ განათავსოს თავიანთი კონტინგენტი, გადაისროლოს უკრაინაში. იცით რა არის ამ საკითხში რომ გავერკვეთ, ჩვენ უნდა განვიხილოთ, ჯერ უნდა გავიგოთ ვინ არის. დღეისათვის სოფლიო ზესახელმწიფოები ძირითადი მოთამაშეები ვინ არიან, ხო? ესენი არიან პირველ რიგში რუსეთი, იქიდან გამომდინარე რომ ის არის ნომერ პირველი სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ზესახელმწიფო სოფლიოში, შემდეგ არის ეკონომიკურად უკვე ნომერ პირველი ჩინეთი და მესამე ადგილზე უკვე გადავიდა შეერთებული შტატები და რატო? მეოთხეზე შეგვიძლია განვიხილოთ იქ ინდოეთი და ევროკავშირიც მათ შორის, რომელიც ასე ვთქვათ, კუძზე არ ეცემა პოლიტიკურად და ცდილობს რომ სოფლიოს დაანახოს, რომ ის კიდევ არსებობს და მას კიდევ აქვს რაღაცა პოლიტიკური წონა სოფლიო, ასე ვთქვათ, არენაზე. ჩვენ ახლა რომ გადავხედოთ იგივე შეერთებულ შტატებში რა ხდება, იქ ტრამპის მოსვლის შემდეგ დაიწყო სერიოზული ბრძოლა, ესე იგი რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, ეს პირობითად იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორი პარტია შეიძლება ამ ორ პარტიას შეიძლება იყვნენ ერთში კონსერვატორი, მეორეში ლიბერალი და პირიქით. თუმცა, რესპუბლიკელებში უფრო მეტი კონსერვატორი არის, რომლებიც ცდილობენ რომ თავისი ოპონენტები, მით უმეტეს ტრამპის გურნი, ცდილობს რომ მათი მოწინააღმდეგეები კლინტონების კლანის, ასე ვთქვათ, მეთაურობით, რომელიც ბაიდენს მართავდა როგორც მარიონეტს, ისინი ცდილობენ რომ, ასე ვთქვათ, მოიშორონ ეს კლინტონების კლანი, რომელიც და ფაქტიურად უკვე დამარცხებულია თავად ვაშინგტონში. და ეს კლანი მილიტარისტები, ლიბერალ მილიტარისტები გადავიდნენ უკვე ბრიუსელში და იქ ცდილობენ ასე ვთქვათ, გაიმაგრონ პოზიციები ბრიტანეთთან ერთად და ეს არის მსოფლიოში ყველაზე არაადეკვატური ძალა, პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება, ლიბერალების სახით, რომლებიც ცდილობენ რომ შეინარჩუნონ ლიბერალური დღის წესრიგი და არ დაკარგონ ის პოზიციები. მათ მხარს უმაგრებს ფინანსურად, რა თქმა უნდა, მსოფლიო საბანკო ფინანსური კორპორაციები, რომლებიც კურირებენ აი ამ ლიბერალურ დღის წესრიგს და ინტერესებული არიან რომ ამ ლიბერალიზმით და კონკრეტულ ქვეყნებში მოსახლეობის დეგრადაციის ხარჯზე გაიმაგრონ თავიანთი, ასე ვთქვათ, გავლენები კონკრეტულ ქვეყნებში და მიიღონ ფინანსური დივიდენდები ამ ქვეყნების ძარცვით. ეს ევროპა, ხო? იქ ახლა ჩინეთს, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესი აქვს, ეკონომიკური ინტერესები აქვს, რომ გააძლიეროს ეკონომიკური, ვაჭრობა, წარმოება და შესაბამისად, ასე ვთქვათ, მათ შორის კონკურენცია გაუწიოს შეერთებულ შტატებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა, იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს გამოუცხადა და სატარიფო ომი დაუწესა მაღალი გადასახადები ჩინური პროდუქციაზე და რა თქმა უნდა რუსეთი, ხო? რუსეთი, რომელიც ცდილობს, ასე ვთქვათ, ის თავს იცავს. ხო, აი ამ დასავლური მილიტარისტებისგან და ეუბნება, რომ აი 2021 წლის დეკემბერში, როდესაც რუსი დიპლომატები ცდილობდნენ, რომ უკრაინაში არ მომხდარიყო აი ეს კონფლიქტი, 2 თვის განმავლობაში მე ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი, ლავროვიც, სერგეი რიაბკოვიც, რომლის ერთ-ერთ
ასე ვთქვათ ლექციაზე ესე დავარქვათ დავსწრები ვარ და ძალიან საინტერესო ადამიანი არის ძალიან მწოდნი არის და ის ხშირად საუბრობდა რომ აფრთხილებდა დასავლეთს რომ არ დაეწყოთ ასე ვთქვათ უკრაინის შეიარაღება და მიმართვა რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება ნატოში ნაციფიკაცია უკრაინისა რაც იგულისხმება რუსულენოვანი მოსახლეობის გარიყვას და დისკრედიტაციას რასაც ჩვენ ხედავდით დონბასში, სადაც მე ვიმყოფებოდი და ეს ყველაფერი ადგილზე ვნახე, იგივე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ეს ყველაფერი ვნახეთ ადგილზე თუ როგორ იბომბებოდა კიევის ხუნტის მხრიდან ეს დონბასის ტერიტორია და ადგილობრივი მოსახლეობა ტერორში ყავდა 2014 წლიდან, ხო? და 2022 წელს, ოდესაც მათ უკვე ასე ვთქვათ, მილიტარისტული უკრაინის არმია დაიძრა, უბრალოდ ბოევიკების ჯგუფები დაიძრნენ უკვე დონბასის მიმართულებით და საარტილერიო ჭურვებით ცვიოდა არა მარტო დონბასში, დონბასის ტერიტორიაზე, არამედ როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე და რუსეთი უკვე იძულებული იყო, რა თქმა უნდა, მომზადებულები იყვნენ, იმიტომ რომ წინასწარ იცოდნენ რაც ხდებოდა და რუსეთის მხარე იძულებული იყო, რომ სამხედრო მოქმედებები დაეწყო, ხო? და აი ამ ასე ვთქვათ, რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე რუსეთმა დაამარცხა კოლექტიური დასავლეთი უკრაინის ფრონტზე, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე შეერთებული შტატების, იგივე ევროპის ყველანაირი იარაღი გამოიყენეს და დაცლილია ფაქტიურად რუსეთის სამხედრო საწარმოები უფრო გაცილებით რამდენჯერმე უფრო მეტი იარაღს აწარმოებენ ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე მთლიანად კოლექტიური დასავლეთი და ისინი უბრალოდ კონკურენციას ვერ გაუწევენ და იგივე ტრამპი, შედარებით უფრო ადეკვატურად აღიქვავს სიტუაციას და ხვდება, რომ ამ კონფრონტაციით ეს დასავლეთის კრახი იქნება და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და იმიტომ დაიწყო ეს მოლაპარაკებები, მაგრამ არის ევროპა, რომელიც ამას არ აკეთებს. პირდაპირ ამბობენ, რომ იგივე მიუნხენის კონფერენციაზე იყო გაცხადებული ამ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომ ვლადიმერ პუტინსო უნდა ველაპარაკოთო მათი განცხადებებით ძალის ენით, ხო? აი, რა ძალის ენით უნდა ელაპარაკოთ? არც ეგ ძალა გაქვთ, არც პოლიტიკური ანალიზის უნარი აქვთ, დიპლომატია ხო საერთოდ არ აქვს და არავითარი ადეკვატური, ასე ვთქვათ, ვითარების გაანალიზება არ შეუძლიათ. ეხლა ბრიტანეთზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი არის, არათუ ადეკვატურები, ისინი საერთოდ გასულები არიან მომსახურების ზონიდან და უკრაინაში უნდა შევიყვანოთო ჯერ ერთი სატყავთ მათ არმია. ან სამხედრო ძალა, მოძველებული ისენი ტექნიკა და რა ვიცი, რომელი უახლესი გამანადგურებელი თვითმფრინავი ყავთ, ან რომელი უახლესი რაკეტა აქვთ, ან ჰიპერბგერითი კი არა, ზებგერითი რაკეტა, რომელი აქვთ მართული ზებგერითი რაკეტა. ეხლა ბალისტიკური ყველას აქვს, მაგრამ შეედრებიან რუსეთს, ორი თავით ზევით დგას რუსეთის სამხედრო ტექნიკური მონაცემებით ბრიტანეთის მოძველებულ არმიაზე და ტექნიკაზე. ერთი ბეწვა კონძული არის და აი მოკლედ არიციან რით ასე ვთქვათ გაამწვავენ ვითარება და ალბათ იმის იმედი აქვთ რომ ზელენსკის რომ მართავენ და იქ რაღაც ასე ვთქვათ რაღაც სულელურ განცხადებებს აკეთებინებენ, გონიათ რომ ამით დააშანტაჟებენ ან რუსეთს, ან სხვა ქვეყნებს. ეხლა იგივე ტრამპიც ხო მათ წინააღმდეგ გამოდის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, ამას ემეტყველებს რომ პირდაპირ იყო მათთვის. პირდაპირ გააფრთხილა ეს ასე ვთქვათ ლიბერალური ძალები ევროპაში, რომლებსაც უკვე ყველანაირი პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსი ეცლებათ და ის მოძველებული ლიბერალური ელიტა, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური ანალიზი და არავითარი ადეკვატური აღქმა კონკრეტულად რეალობისა დღევანდელი არ გააჩნიათ და ისულელურ განცხადებებს აკეთებენ და ისინი დაასრულებენ ისე, როგორც დაასრულეს ყველა იმ ასე ვთქვათ პოლიტიკურმა მილიტარისტმა მსოფლიო ისტორიაში, რომლებმაც აბსოლუტური კრახი განიცადეს. აი ეს და ასე დამთავრდება ევროპის ასე ვთქვათ ძალიან გაღიზიანდნენ შტაინმაიერიც პრეზიდენტი გერმანიის და ასევე კანცლერი შოლცი ჯეი-დი ვენსის გამოსვლის შემდეგ
და ამ კაცმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი გზები ფაქტობრივად იყოფაო, ანუ აბსოლუტურად სხვა განზომილებაში ხართო, შემდეგ ამათი პასუხი იყო. და ანუ ფაქტია, რომ ეს ბებერი ევროპა ვეღარ უგებს შტატების ახალ მოცემულობას, ანუ დონალდ ტრამპის სახით და რაც შეეხება ევროპის ქვეყნების ასე ვთქვათ წუხილს და ომის რიტორიკას, საომარ რიტორიკას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის განცხადებით დოვილე შაკალიენე ახალგაზრდა ქალია ევროპამ მზად უნდა იყოს პოტენციური ომისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ შეიცვლება და ლიეტუვა ერთადერთი სახელმწიფოა, ვისაც პუტინის შეკავება შეუძლია. ანუ ეს ანეკდოტი ხომ არ არის, ანუ წარმოიდგინეთ ლიეტუვას შეუძლია რუსეთის შეკავებაო. სულ აი მთლიანად მათი არმია 14 ადამიანისგან შემდგარი არმია ალბათ გადავა იქ რაღაც ასე ვთქვათ უკრაინის ტერიტორიაზე და რომელიღაც კიევის მახლობლად რომელიღაც ბორცვს დაიკავებს და იქიდან ალბათ დურბინით დააკვირდება, იმიტომ რომ დურბინის გარდა მათ არაფერი არ აქვთ. Ну ეს არ ვიცი ალბათ ბრიტანეთის პრემიერისგან გადაედოთ ეს რაღაც ვირუსი არის ალბათ გავრცელებული მათ შორის პრიბალტიკის ქვეყნებში. და ეს იგივე გამოვლინება, რასაც წეგან ვიძახდი, ლიბერალიზმის, ასე ვთქვათ, ლიბერალიზმი ისეთი მეტასტაზებით არის გასული ევროპის პოლიტიკურ ელიტებში, რომ მათ ელემენტარული კალკულატორი არ აქვთ, რომ საკუთარი სამხედრო პოტენციალი, ჯარისკაცების რაოდენობა, ტექნიკის რაოდენობა და ეს ყველაფერი შეადარონ რუსეთის სამხედრო პოტენციალს, ამისი უნარიც კი არ გააჩნია. და რაღაც სულელური განცხადებებით გამოდიან. რა თქმა უნდა, ახლა მათი მოსახლეობაც ამას ყველაფერს კარგად ხედავს და უკვე ევროპაში მოდიან იგივე კონსერვატორული ძალები. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები ახლა ის მილიტარისტები, კლინტონის კლანი და ბრიტანელები ცდილობენ იგივე გააკეთონ, რაც ვთქვათ, რუმინეთში გააკეთეს, ანუ არჩევნები ჩაშალეს და იგივე გერმანიაშიც ალბათ იგივეს გეგმავენ. რაზეც თუ არ ვცდები, იგივე JD Vance-მა განაცხადა, რომ ვიცითო რომ გეგმავთო გერმანიაშიო, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიას ხელი შეუშალოთო. და ასევე პირდაპირ ცხადდება, რომ თავად ევროპელების მხრიდან რომ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობა დასასრულს უახლოვდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნატოს წევრი ქვეყნები არიან, ამის მიუხედავად ისინი ვეღარ ითანამ ფაქტიურად უკვე შეწყვიტეს თანამშრომლობა და მას შემდეგ მით უმეტეს, რაც შტატების მხრიდან იყო გაცხადებული, რომ თუ ესე იგი ევროპის რომელიმე ქვეყნის არმია, რომელიც ნატოში შედის, გადაკვეთს უკრაინის ტერიტორიას და შეიყვანს სამხედრო ძალებს, არმიას, ეს არ იქნება ნატოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი და არამოქმედება მეხუთე პუნქტი, რაც შეერთებულ შტატებს აკისრებს, რომ მათ მხარი დაუჭიროს სამხედრო თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე უკვე ნატო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ფაქტიურად იშლება, პირველი ნაბიჯი არის ამისი. შემდეგ უკვე ალბათ იმოქმედებს ის, რომ ტრამპმა დააკისრებს ცოტა 5%-იან გადასახადს, რასაც თავად შეერთებული შტატები ვერ გადაიხდის, იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებული შტატების მშპ არის დაახლოებით 27 ტრილიონი დოლარი და ამის 5% არის დაახლოებით 1.350 მილიარდი. და მას თავად შეერთებული შტატები ვერ გადაიხდის, მით უმეტეს ახლა ევროპის ქვეყნები, სადაც ძალიან სერიოზული კრიზისია, ეკონომიკური ზრდა, ანუ მაქსიმუმ ევროკავშირისა მთლიანად დაახლოებით 0.8%. ეს არის სულელური მაჩვენებელი, აბსოლუტურად. ნუ ეს რა თქმა უნდა გაყალბებული სტატისტიკა არის, გაცილებით ნაკლები არის და მე ვფიქრობ, რომ რეცესიაშია შესული მთლიანად ევროკავშირი. Ну, ახლა რაც შეეხება
იმას რომ ზელენსკის იგივე განცხადება რომ რაც ესე მოლაპარაკებების დროს იქნება შეთანხმებული ის ანუ უკრაინა არ მიიღებს ამას ანუ ხო ნუ ჩვენ ზურგს უკან ხდება ეს ყველაფერი ჩვენს გარეშეო ჩვენი თანხმობის გარეშე შესაბამისად ეს არ იქნება მიღებულიო საინტერესო ის გახლავთ რომ ვინ ეკითხება ან ზელენსკის ხვალ ზელენსკი აპირებს ასევე შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ხოლო შემდეგ უკვე ერიაში დასრულებული რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შემდეგ ჩადის ვითომ ეკონომიკური საკითხების გასარკვევად მათთან. ანუ პოსტფაქტუმ აინტერესებს რაზე იქნება ეკულისებში საუბარი. სასაცილო მდგომარეობაში იგდებს ნამდვილად თავს, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაძლევენ ევროკავშირს უფლებას მიიღოს ომის შემდგომი უკრაინის გაყოფის პროცესში მონაწილეობა. და ამას არც მეტი არც ნაკლები ამბობს უკრაინის რადის დეპუტატი ალექსანდრ დუბინსკი. ანუ ისინი მოელიან რომ მათ შეხვდებათ თავიანთი საწილო ლუკმა უკრაინის გაყოფის ომის შემდეგ და ამას ვერ ახერხებენ. ეს არის მათი პანიკის საფუძველი, უკრაინის დეპუტატი ამბობს. კი, ამ დეპუტატს მე ვაკვირდები ხოლმე ეს ზელენსკისგან განსხვავებით ის ხედავს თუ რა ხიფათი არის და ცდილობს რომ იმ გემიდან ასე ვთქვათ თავი დააღწიოს იმ არაადეკვატულ მილიტარისტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელსაც ხელმძღვანელობს ეს ზელენსკი, აბსოლუტურად გამოსული არის რეალობიდან და მარიონეტი არის, ბრიტანელების მარიონეტი არის. გამოდის იგივე ტრამპის წინააღმდეგ, იქ ტაკერ კარლსონს ლანძღავს და რის იმედი აქვს, აი ერთადერთი ლონდონში აქვს მას თუ არ ვწდები რაღაც ვილა აქვს და ალბათ იმის იმედი აქვს რომ იქ გაიქცევა და თავს დააღწევს იგივე თავისი თანამოაზრეებისა და იმ სამხედროებისგან რომლებიც საზარბაზნე ხორცად გადააქცია დასავლეთის მოთხოვნით ხო რა თქმა უნდა ის ვერსად ვერც გაიქცევა ვერც დაემალება აი ამ შურისძიებას და ვერც სასამართლო პროცესებს რომელიც მე დარწმუნებული ვარ რომ აი მოლაპარაკებების შემდეგ დაიწყება ევროპაში და ზოგადად შეერთებულ შტატებში, სადაც მიდის უკვე სასამართლო პროცესები იმ ლიბერალებისა და კლინტონების კლანის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ასევე უკვე შეერთებულ შტატებში მიდის ძალიან სერიოზული წმენდა, მათ შორის უკვე 75,000 სამხედრო უბრალოდ სახელმწიფო ჩინოვნიკი უკვე გათავისუფლდა თავისი ნებით დათანხმდნენ, რომ 6 თვის ხელფას მიიღებდნენ და წავიდოდნენ თანამდებობიდან იქიდან გამომდინარე რომ ტრამპის გუნდს ვერ ეწყობოდნენ, ანუ ვერ მოდიოდნენ მასთან თანხმედრაში. ნუ ესენი მოწინააღმდეგები არიან ტრამპის და ასევე მოსალოდნელი არის რომ ილონ მასკის ასე ვთქვათ უკავშირდება ეს რომ ის ილონ მასკი გეგმავს 200,000 კიდევ ჩინოვნიკის დამატებით გაშვებას თანამდებობიდან და ასევე აქვე უნდა აღნიშნოს რომ იგეგმება ფედერალური სარეზერვო სისტემაში ოქროს მხრივ აუდიტის ჩატარება, ანუ არის თუ არა ის ოქრო რომელიც ეს 50 წლის წინ ჩატარდა აუდიტი ნორთფოლკში, სადაც არის ძირითადად კონცენტრირებული ფედერალური სარეზერვო სისტემის ოქრო დაახლოებით 4,580,000 ტონაზე არის საუბარი. უბრალოდ 4,580 ტონა ოქრო არის იქ ოფიციალურად, სულ 8,100 ტონა არის შეერთებულ შტატებში და ზუსტად აი ამ ფორტ ნოქსში არის ძირითადი კონცენტრირებული ოქრო და იქ იქნება აუდიტი, რომელიც 50 წლის განმავლობაში როგორც ილონ მასკი აცხადებს, იქ არ ჩატარებული აუდიტი, ანუ არავინ არ იცის ზუსტად არის თუ არა იქ ოქრო და ამას შეიძლება სკანდალიც მოყვეს და თავად ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაფორმატირების პირველი ეტაპი. მას როგორც ცნობილია მართავს
პაუელი, რომელიც კლინტონების კლანის მიერ იყო დანიშნული, ანუ ტრამპის მომხრე არ არის ის, აქვე შეიძლება ტრამპმა გადააფორმატიროს ეს ინსტიტუტი და დაუქვემდებაროს სახელმწიფოს, მოგეხსენებათ ეს ფედერალური სარეზერვო სისტემა, სადაც იბეჭდება დოლარი, მსოფლიოს სარეზერვო და საინვესტიციო ვალუტად, რომელიც ითვლება და რომლითაც ძარცვავს შეერთებული შტატები მსოფლიოს, შეიძლება ეს გადაფორმატირებაც დაიწყოს, მე ვფიქრობ, მას შემდეგ რაც შედგება მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინსა და ტრამპს შორის და შეიძლება აი ეს ამ ორი სახელმწიფოს თანამშრომლობით დაიწყოს სულ ახალი პროცესი პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც, მათ შორის ის სავალუტო ზონები, რომელზეც მე გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდი და ამასთან ჩინეთიც რა თქმა უნდა იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესებში და ეს პროცესები რა თქმა უნდა იმოქმედებს საქართველოსაც, ხო? დღეს ვხედავთ რომ ასე ვთქვათ რადიკალურად იცვლება საქართველოში სიტუაცია, მით უმეტეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს კანონები რაც მიიღო მთავრობამ ხელისუფლებამ პარლამენტმა უпростоრეთ გასულ წელს და იმედია რომ წელსაც გაგრძელდება ეს ტენდენცია, მით უმეტეს ის ფარას კანონი თუ მიიღეს, მე ვფიქრობ უფრო კაცრიც უნდა იყოს ვიდრე ფარას კანონი არის. ეს წერტილს დაусმებს საქართველოში ლიბერალურ ძარებს, ხო? და ეს იქნება დასაწყისი იმ ეტაპისა და შეერთება საქართველოს ამ პროცესებს და რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია საქართველოში. მე ამის იმედი მაქვს და რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს განპირობებული იმით რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყოს რუსეთთან პირდაპირ დიალოგი, აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ უკვე ისტორიული სამოკავშირეო ურთიერთობები, რაზეც ჩვენ ყოველ გადაცემაში ვსაუბრობთ და გვინდა რომ აუხსნათ მათ შორის იმ ადამიანებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არ ესმის აი ამის ამ ასე ვთქვათ როგორ ფიქრობთ, გადადგამს საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯს რომ დაიწყოს რუსეთთან ლაპარაკი, თუნდაც ამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე? აი ეს ლიბერალები, რომლებსაც თქვენ ახლა ახსენებთ და დღემდე პერმანენტულად არის უკვე ისეთი ამპლიტუდა ცოტა დაცემული აქვს ხო და დავარდნილია აშკარად, მაგრამ თუხთუხებენ მაინც, აი დაახლოებით როგორც ნაკვერჩხალი. კი, ნელ ცეცხლზე. ხო, 4-5 წელი თუ ასე გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება საქართველოში უბრალოდ არ განიხილავს რუსეთთან რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, იმიტომ რომ გუშინ იყო ადმინისტრაციულ ხაზთან კიდე რაღაც დაკავების ფაქტი, თბილისმა მიმართა ეგრევე ევრომონიტორებს და ეუთოს მონიტორინგს. ხვდებით, აი ასეთი ვითარება. გარდა ამისა, რამშტაინის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ანუ აი როგორ გესახებათ, რომ ადრე თუ გვიან მოხდეს თუნდაც რუსეთთან საუბარი? ადრე თუ გვიან კი არა, მე ვფიქრობ, რომ თუ წელს არა, ну, არ ვიცი, რაღაც სასწაული მოხდა და წლის ბოლომდე ეს პროცესი არ დაიწყო, კონკრეტული ნაბიჯები არ გადაედგა. მე ხლა დაზუსტებით ვერავინ ვერ იტყვის აქ ეს როგორ მოხდება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპი უნდა იყოს 3+3 ფორმატში ასე ვთქვათ გაწევრიანება საქართველოში და იქ აქტიურად დისკუსიებში მონაწილეობა, იმ საკითხების დაყენება და საუბარი იმაზე, რაც საქართველოს ინტერესი არის და ის საკითხები, მათ შორის ეკონომიკური საკითხები, მათ შორის ის საკითხი, რომ რუსეთიდან მომავალი ის სავაჭრო ლოჯისტიკური გზა, პროექტი ჩრდილოეთის სამხრეთი, რომლის კონფერენციები თბილისშიც იმართებოდა და მეც მონაწილეობდი აქ, კარგად ვიცი ეს პროექტის და მისი მნიშვნელობა. ეხლა ეს სავაჭრო გზა გადის აზერბაიჯანზე, ასევე კასპიის ზღვაზე და მიდის ირანისკენ, როგორც ცნობილია, ინდოეთისკენ, ჩინეთისკენ და ამაში უნდა ჩაერთოს საქართველო. ხო, აი ეს საკითხი შეიძლება იყოს დაყენებული. მათ შორის, ну, სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობ დიალოგს თბილისსა, სოხუმსა, ცხინვალსა და მოსკოვს შორის, ხო? ეს პოლიტიკური, ეკონომიკური ვთქვით და რა თქმა უნდა უსაფრთხოების მიმართულებით.
ეს აუცილებელია საქართველოსთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება. ამის გარეშე, ეხლა თუ შედგა მოლაპარაკებაზე სახელმწიფოებს შორის, საქართველოს ვერ იქნება ამ პროცესების მიღმა, ხო? ეს გამორიცხული არის, მით უმეტეს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და ჩვენი მეზობლები პირდაპირ დაინტერესებული არიან ამით და მე ვფიქრობ, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად ტრამპი ლოგიკურად რომ იმსჯელოთ, მან უკან უნდა დაიხიოს იმ ხრივ რომ გავიდეს საერთოდ რეგიონიდან, მას აღარ აქვს იმის ძალა რომ ასე ვთქვათ გააძლიეროს შეერთებული შტატების გავლენები მაგალითად საქართველოში, სომხეთში, სხვა იგივე აზერბაიჯანში, მას აღარ აქვს ამისი რესურსი. ის რა თქმა უნდა ეხლა ცდილობს რომ აწიოს თამასა და ასე ვთქვათ გააჟღეროს ის message box-ი რომ თითქოს ძლიერდება მათი პოზიციები საქართველოში გეგმეს ნატოს საქართველოს ერთობლივი წვრთნები და ასე შემდეგ, იგივე აზერბაიჯანშიც არის აქტიურობები ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ ეს მე მგონი რომ ძალიან დროებითია და მოლაპარაკებების წინ თამასის აწევის მცდელობა არის, როგორც კონკრეტულად როგორც ტრამპს და ზოგადად ბიზნესმენებს აქვთ ასეთი ტექნოლოგია რომ მოლაპარაკებების წინ წევენ თამასას და იმ ფასს რითაც ისინი შეეცდებიან ივაჭრონ. ეს ძალიან უხეში სიტყვა არის, რომელიც ვაჭრობით შეიძლება საქართველოთიც ივაჭროს ტრამპმა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ანგლოსაქსების მხრიდან, ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და არ მივცეთ საშუალება კოლექტიურ დასავლეთს, რომ ჩვენი ქვეყნით ივაჭრონ და ჩვენმა უნდა გავაკეთოთ ის და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც არის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებში, ხო? იგივე აღვადგინოთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, გავწევრიანდეთ იმ რეგიონალურ ორგანიზაციებში, ფორმატებში, კონკრეტულ სავაჭრო და ლოჯისტიკურ პროექტებში. ეხლა ჩინეთიდან რაც შემოდის, ასე ვთქვათ, ის იგივე შუადერეფნის პროექტი, რომელიც ნაწილი არის ჩინეთის ინიციატივისა ერთი სარტყელი ერთი გზა და ამაში უკვე ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა, ეს კარგი არის, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩრდილოეთი სამხრეთის რუსეთის სავაჭრო ლოჯისტიკურ პროექტშიც ჩვენი ჩართო აუცილებელი არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკური ინტერესებისთვის. და მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა ადრე თუ გვიან კი არა, მე მგონი, რომ უახლოეს ხანებში ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ლოგიკურად ასე არის. თუ ეხლა რაღაც ისეთი მოხდა რომ ეს პროცესები შენელდა და მოლაპარაკებების შედეგად რაღაც ისე არ დაალაგდა როგორც თქვათ მე პირადად ველოდები, არ ვიცი, მე როგორ განვითარდება მოვლენები, ნამდვილად ვერავინ ამაზე პროგნოზს ვერ გააკეთებს, მაგრამ დიდი ალბათობით დაახლოებით 90% მე ზუსტად ამას ველოდები, რომ ასე წარიმართება ეს სიტუაცია და იმედსაც გამოთქვა, რომ ზუსტად ასე იქნება, იმიტომ რომ ხალხიც დაიღალა ამ ასე ვთქვათ კონფრონტაციით, რაც დასავლეთიდან მოდის ხო ეს წნეხი და შიდა ასე ვთქვათ ის აქციები იქნება თუ ეს უნდა დასრულდეს და ეს დასრულდება კიდევ ვიმეორებ იმით რომ საქართველოს აღადგინოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, სავაჭრო სამოკავშირეო ურთიერთობები და ჩართვა იმ პროექტებში, რომელთაც აუცილებელია სამ ფორმატი, შემდეგ უკვე იქნება ევრაზიულ კავშირში გაერთიანება, უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობა ჩვენს მეზობლებთან, ეს არის გამოსავალი ამ ვითარებიდან და იმედია რომ ეს გამოიძებნება რესურსები და მთავრობა გადადგავს ამ ნაბიჯებს. სალომე ზურაბიშვილი და გახარია. ეს ორი ადამიანი, რომლებიც იყვნენ მიუნხენის კონფერენციაზე და ხო და ჰქონდათ შეხვედრები. ეს გახარიას ამბავი ვიცით, რომ ჩამოვიდა იმ ხოკრიშვილი თუ არ მეშლება გვარი, იყო მანამდე მინისტრი იყო მისი მთავრობის დროს. დაუშინეს კვერცხები იქ აეროპორტში. მე ატყდა ერთი ამბავი, რომ ზონდერ ჯგუფები ყავდა ივანიშვილს გამზადებული იმის გამო, რომ მიუნხენის კონფერენციის შედეგები ხალხისგან. მიუნხენის კონფერენციაზე ვინ ან რა შედეგებმა უნდა დააფრთხოს თავად ის თავმჯდომარე, რომელიც ახლა აღარ იქნება თავმჯდომარე, რამის ცრემლებით და ტირილით გამოვიდა იქიდან. ახლა წარმოიდგინეთ
ტკეპნეს ერთი ადგილი ვერაფერი ვერ გააკეთეს ამ მიუნხენის კონფერენციაზე და ახლაც დღემდე აქვს ისტერიკა. თუნდაც იმ შეხვედრის გამო, რაც ხვალ უნდა გაიმართოს ერიადში, ლავროვსა და რუბიოს შორის. ამ პერსონების მისია. რა ვიცი, ახლა შეფასებაზე რო ვისაუბროთ, ყველამ ისედაც ნათელია და გასაგებია რა ფუნქცია აქვს ამათ. ამ ქალს და ამ კაცს, გახარიას და სალომე ზურაბიშვილს. მაგრამ როგორ ფიქრობთ, ვინ დგას მათ უკან? აი, თუნდაც იმ გაგებით, რომ დღემდე ასრულებენ აი ასეთ როლს, ასე ემისრები არიან, ჩადიან, ყველას ხვდებიან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევიან რუსოფობიული მიდგომებით. რას ემსახურება ეს ყველაფერი? Ну, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბარსე მიიღო ეს ორი ოდიოზური ფიგურა, გახარია და მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ევროპელი ეს ლიბერალ მილიტარისტები ისევ პრეზიდენტად აღიქვავენ, ну, არ ვიცი, ახლა ეს არაადეკვატურობა არის თუ იგივე ვირუსი არის, რომელიც პოლიტიკური ვირუსი, რომელიც ევროპის ქვეყნებში არის ლიდერებს შორის არის გავრცელებული, რომ ისინი შევლენ იგივე უკრაინის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. იგივე მიდგომა აქვთ საქართველოსთან მიმართებაშიც რა. ესე იგი, იბარებენ ისეთ ფიგურებს, რომლებსაც არავითარი გავლენა არ აქვს საზოგადოებაში და მათი ხელით ცდილობენ საქართველოში რაღაცა პროცესებზე მოახდინონ ზეგავლენა. ეს ხო აბსოლუტური სისულელი არის, ხო? მათ არავითარი გეგმა აღარ აქვს საქართველოს მიმართებაში. არავითარი, ასე ვთქვათ, რესურსი არ აქვთ, ბერკეტებიც აღარ აქვთ, ხო? არც პარლამენტში, არც მთავრობაში. ნუ ახლა პარლამენტში 12 დეპუტატი ყავს გახარიას და ის მათაც მალე გამოაგდებენ იქიდან. არც ოპოზიციასაც გაემიჯნა, მთავრობასაც გაემიჯნა და შევიდნენ პარლამენტში, ასე ვთქვათ. კი, ну, თუ შევიდნენ პარლამენტში, მათ, ასე ვთქვათ, ну, არავითარი ზეგავლენა არ ექნებათ, ეხლა 89 დეპუტატის წინააღმდეგ 12 დეპუტატს არავითარი შანსი არ აქვს. ისინი უბრალოდ ხელფას მიიღებენ და იქნებიან, იყვირებენ, რასაც დაავალებენ ბრიუსელიდან, გააჟღერებენ და ამით ამოიწურება მათი რესურსი და, ასე ვთქვათ, ის ბერკეტები, რომელსაც ცდილობს იგივე ბრიუსელი, რომ აქ გააძლიეროს, რაც კრახიც დამთავრდება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ელ-რიადში, საუდის არაბეთში შედგება მოლაპარაკება, შემდეგ უკვე ტრამპსა და ესე იგი საუდის არაბეთის შემდეგ უკვე უფრო მაღალ დონეზე იქნება შეხვედრა ვლადიმერ პუტინსა და ტრამპს შორის და ამის შემდეგ უკვე ასე ვთქვათ ევროპელი ლიდერები, ეგრეთ წოდებული ლიბერალ მილიტარისტები, ისინი აბსოლუტურად დაკარგავენ რესურსს, იქიდან გამომდინარე, რომ ორი ზესახელმწიფო, მათ შორის მესამე უკვე ჩინეთის სახით შემუშავდება, მე მგონი, მე ვფიქრობ, რომ ზელენსკი უარს ამბობს ჩინეთის მონაწილეობაზე ამ მოლაპარაკებებში. ზელენსკის აქ არავინ არაფერს არ ეკითხება, ის არც ფორმალურად, არც ვერავითარი, ასე ვთქვათ, ძალაუფლება უკრაინაში აღარ აქვს, ვადაგასული ყოფილი პრეზიდენტი არის, რომელსაც უსაფრთხოების მხრივ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება თავისივე გუნდის მხრიდან, მას შემდეგ რაც აი ეს იგივე ელ-რიადში მოლაპარაკებების შედეგები გაჟღერდება და ცნობილი იქნება, რომ კიევის ხუნტა უნდა დაიშალოს, ზელენსკი უნდა წავიდეს სადმე, მაგალითად ლონდონში უნდა წავიდეს, სადაც მას იმ ვილა თუ რა ვიცი სახლი აქვს და იმასაც ისიც არ დახვდება სალამი იქჩავლენ, იმიტომ რომ ბრიტანელები, როგორც ცნობილია, ყველას ატყუებენ და ეხლა ზელენსკი ვინ არის, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა პირობა შეასრულონ მის მიმართ და ზელენსკი აგებს პასუხს სასამართლოს წინაშე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება კიევში, ევროპაში ან სხვა ადგილას გაიმართოს, აი ზელენსკის რეჟიმის გასასამართლებლად და ამაზე რუსეთში ძალიან სერიოზულად ემზადებიან. და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ აი ესე ძალიან ლოგიკურად დასრულდება ეს ყველაფერი. ევროპის მხრიდან წლის ბოლომდე ძალიან შესუსტდება აი ეს რეზოლუციები და ეს სულელური განცხადებები, მით უმეტეს
ბრიუსელიდან იქნება ეს კონკრეტული საელჩოებიდან ეს მე ვფიქრობ რომ შესუსტდება და იგივე აქციებს არავითარი პოლიტიკური საზრდო აღარ ექნებათ არც მით უმეტეს ფინანსური თუ ეს ფარასკანონი მიიღეს და კონკრეტულად ეხლა რაც დღეს დაიწყო ასე ვთქვათ საპარლამენტო დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო საბჭო დღეს გაიმართა და სხდომა დღეს გაიმართა დაიბარეს ჭიაბერაშვილი მათ შორის და ან უკვე დაიწყო ეს მოგელაძე კიდე დაიწყო პროცესი კონკრეტულად უკვე საგამოძიებო პროცესი დაიწყო და ამას ვერავინ ვერ გაექცევა აი ეს ნაც სექტის წარმომადგენლები რომლებიც დღესაც აქტიურობენ იმ მიმართულებით რომ საქართველოში მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება ამიტომ პროცესი მიდის ნუ პოზიტიური პროგნოზი შეგვიძლია გავაკეთოთ. ჯერ კიდევ ციხარშება. თუნდაც ახლა მიუნხენის კონფერენციას რო ახსენებდით ზურაბიშვილს და გახარიას რომ გაუსვით ხაზი მათი ყოფნას. აი ფოტოს უყურებდი ახლა გახარია იქ იმ ველზე მიუნხენის კონფერენციაზე შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს პაშინიანს. ანუ ისინი თავიანთ ტვინებში ყვებავენ იმ აზრს რომ აქ შეიძლება მართლაც ოდესმე რაღაცა რომ მოხდეს მოაწყონ გადატრიალება. ანუ ხელსაყრელი მომენტი თუ ჩაუვარდათ ხელში, ჯერაც ამუშავებენ ამ აზრებს. კი ბატონო, აზრები შეიძლება უსასრულოდ ამუშაონ. ბრიტანეთში იქნება ეს ბრიუსელში თუ სხვა ასე ვთქვათ ლიბერალურ ცენტრებში მათ ეს ასე ვთქვათ არიღლებიან იგივე ხლა რეზოლუციას რომ მიიღებენ და რეზოლუციის შინაარსი სრული უაზრობა არის რაც ზურაბიშვილის პრეზიდენტად აღიქვავენ იქ და მოითხოვენ რომ ის პრეზიდენტად გამოაცხადონ სააკაშვილი გაათავისუფლონ და ესეთი რაღაც სიგიჟეები და რო დაიწყებ კითხვას იმ სიგრძე ტექსტი არის ჯერთი ან არეზარებათ ან ვიყავთ იქ ესეთი სიდებილეს იდიოტიზმს ვინც ამზადებს მსგავს ტექსტებს ну არ ვიცი ახლა იქ ლიბერალიზმმა უკვე აი ყველა ასე ვთქვათ მოჭამა აი ყველა ასე ვთქვათ რესურსი ამოწურა რა. ხო, ამ ფსონები წავთ, ეს მაგალითად ეს ჟიგიმანტასმა გააკეთა დღეს კიდე განცხადება. ნუ ეს სახელი ჟიგიმანტასე აი რო რა პარალელი შეიძლება გავავლოთ, აი მაგალითად ეს საბჭოთა მანქანა რო იყო ჟიგული. ექსპორტზე იმიტომ ვერ აგზავნიდნენ რომ ფრანგულად ჟიგული ასოცირდებოდა როგორც ჟიგოლო. და დაარქვეს ლადა. აი დაახლოებით ასეთი ასოციაცია აქვს ამ კაცის სახელს, აქ ჟიგიმანტასი. ანუ ყველანაირი რესურსი ამოწურა ლიბერალურმა სისტემამ მათ არც საბანკო ასე ვთქვათ საფუძველი აქვთ იმიტომ რომ საბანკო სისტემაც იქნება გადაფორმატირებული და შესაბამისად აი თავზე დაენგრევათ ერთ დღეს აი გავიღვიძებს და ეს აი ლიბერალიზმის სისტემის აი ყველა მეტასტაზა იქნება მიწასთან გასწორებული და არც ბრიუსელი არც ნებისმიერი არც ლონდონი იქნება ერთ თუ სხვა რომელიმე ეს ლიბერალიზმის ცენტრი უბრალოდ აღარ იარსებებს რა აი ერთ დღეში მოხდება ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ველოდოთ იმას რომ ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა შეიქმნება მსოფლიოში და აი ამ პროცესებს უნდა ველოდოთ და არ უნდა გაუშვათ ხელიდან შანსი იმისა რომ ჩვენ ჩავერთოთ აი ამ ახალ პროცესებში რომელიც უახლოეს ხანებში დაიწყება მსოფლიოში და არ გამოგრჩეს ეს შესაძლებლობების ფანჯარა ეს არის აუცილებელი იმედი არის რომ საქართველოში ასე ვთქვათ ამას აცნობიერებს პოლიტიკური ელიტა საზოგადოება პოლიტიკური ჯგუფები რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ყოველდღე ვაანალიზებთ არსებულ ვითარებას სიტუაცია რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და მოსახლეობას უხსნით ხო რა ვითარება არის რას უნდა ველოდოთ და როგორც ამბობენ საინფორმაციო ვინც ფლობს საინფორმაციო ასე ვთქვათ ველზე აქვს წვდომა ის მონაწილეობს მათ შორის ქვეყანაში არსებულ მართვის პროცესებში ხო ეს არის ასე ვთქვათ ცხადი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკური ვითარება გაუმჯობესდეს საქართველოში და მე ძალიან იმედი მაქვს რომ ნუ რა თქმა უნდა საქართველოს მოსახლეობა მე
პირადად ვთვლი, რომ აი ამ კურსს, რომელსაც ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში ვაჟღერებთ, ხო, რა კურსიც უნდა კონდეს საქართველოს როგორც საგარეო, ასევე საშინაო შიდა კურსი, იგივე ეკონომიკური კუთხით, ხო? მე ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკურ კურსს დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს და დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია მოხდება აი ამ იდეის, იდეოლოგიის, პოლიტიკური ვითარების, ასე ვთქვათ, გაუმჯობესების მიმართულებით, ხო? აი ამ კურსის რომ მხარი დაუჭიროთ და ეს უნდა მოხდეს აუცილებლად კონსოლიდაციით და იმედი არის, რომ აი როცა დადგება ის დრო, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება, როდესაც აი ეს მოლაპარაკების პროცესი დასრულდება და იქნება, რა თქმა უნდა, გაჟღერდება კონკრეტული მესიჯები, ასე ვთქვათ, როგორც ზესახელმწიფოების დედაქალაქებიდან, ასევე ერთობლივი განცხადებები და კონფერენციების გაიმართება, სადაც გაჟღერდება ის სიგნალს გაუშვებს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სიგნალი და მესიჯები გაჟღერდება, რომლის მიხედვითაც ასე ვთქვათ, სოფლიო უნდა შეცვალოს იმიდგომა პოლიტიკური, კონკრეტული იდეოლოგიაც შეიძლება ჩამოყალიბდეს აი ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, უბრალოდ ეკონომიკურ და სავალუტო ზონებში. იდეოლოგიას გულისხმობ იმას, რომ სოციალური მიმართულებით, ხო? რომ იყოს სოციალური სამართლიანობა, ეს აუცილებელი არის, უნდა დასრულდეს ის, რომ ესე იგი მოსახლეობის რამდენიმე პროცენტს აქვს მსოფლიო რესურსის 60%, ეს არ არის, ასე ვთქვათ, სამართლიანი და ეს სოციალური სამართლიანობა უნდა დამყარდეს, ხო, რომ გამოვიდეთ ჩვენ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მე ვგულისხმობ იგივე შეერთებულ შტატებს, სადაც საგარეო ვალი მშპ-ს დაახლოებით 130% არის, ანუ შეერთებულ შტატებში 35 ტრილიონი დოლარი აქვს საგარეო ვალი შეერთებულ შტატებს, ეს აახლოებს დეფოლტთან, შეიძლება შეერთებულ შტატებში წელს ტექნიკური დეფოლტიც მოხდეს. იგივე იაპონიაში თითქმის 300% არის მშპ-ს 300% არის საგარეო ვალი ქვეყნის, ეს კატასტროფა არის, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას საკმაოდ მაღალტექნოლოგიური პროდუქცია აქვს და ასევე ჩინეთსაც აქვს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პრობლემებიც და როდესაც მოხდება გადაფორმატირება, ყველასთვის იქნება ეს დივიდენდის მომტანი, გარდა იმ ლიბერალური ძალებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ეს ლიბერალური დღის წესრიგი და შეინარჩუნონ იგივე დოლარის სისტემა, რომელიც ძარცვავს მსოფლიოს, ხო? ეხლა როგორც ტრამპი და მისი გუნდის წევრები აცხადებენ, მათი მიზანი იქნება, ასე ვთქვათ, ევროპიდან გადავიდეს, მათი გავლენის არეალი გადავა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ანუ ისინი ალბათ დაუპირისპირდებიან ჩინეთს. და შესაბამისად ევროპაში აღარ იქნებათ ის ინტერესი, რაც დღემდე მათ ბოლო 30 წლის განმავლობაში აქვთ. გულისხმობ იგივე პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ მილიტარისტულ პოლიტიკას, ასევე მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთშიც შეიძლება დასრულდეს კონფლიქტი, თუ ეხლა ირანის წინააღმდეგ არ დაიწყეს რაღაც ახალი კონფრონტაციის კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა და არ გამოიყენეს პროქსი, ასე ვთქვათ, ქვეყნები, იგივე სირიაც შეიძლება გამოიყენონ იმ ქვეყნად, რომლის ხელითაც იგივე ბრიტანელებმა შეიძლება დაიწყონ ომი ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ რაც შეეხება ღაზას სექტორს, იქ უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ჰამასი საერთოდ გავიდეს ღაზას სექტორიდან და დათმოს ძალაუფლება, ანუ ახალ ადმინისტრაციას ღაზას სექტორისა გადააბაროს ხელისუფლება. ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით კონფლიქტი უკვე დასასრულს მიუახლოვდება და შესაბამისად ისრაელსა და ებრაელ ხალხსა და პალესტინელებს შორის შედგება სამშვიდობო მოლაპარაკება, რაც იქნება საწინდარი იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში დასრულდება კონფლიქტი.
კი ბატონო და სანამ გადაცემაც დასრულდება ჩვენი ჯერ გვაქვს დრო დაახლოებით 5 წუთი რუსეთის სპეცწარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ გააკეთა ისეთი საგულისხმო განცხადება უკრაინამ ამჟამად დაკარგა არა მხოლოდ ყირიმი სამუდამოდ არამედ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები ანუ სამუდამოდ დაკარგავა. ამ განცხადებას ტყუილა არაკეთებს, ხვალ არის მოლაპარაკებები რიადში და შესაბამისად ეს არის წინასწარი ხო, იქ რჩება რამდენიმე დიდი ქალაქი. აი ამ ტერიტორიებზე, რაც რუსეთმა მიიერთა, შესაბამისად იქ რაღაცა უნდა გადაწყდეს, ვინაიდან მოსახლეობა, ანუ დიდი ქალაქი ლაპარაკია ზაპოროჟიეზე, თავად ქალაქ ზაპოროჟიეზე და დონეცკში, ამ კრამატორსკსა და სლავიანსკზე. რომელიც ასევე ესეთი მსხვილი ქალაქებია შედარებით სხვა ქალაქებისგან, რაც უკვე რუსეთის ტერიტორიაზე მოექცა. ხო, აი ეს შემთხვევით არ იქნა ახლა ეს განცხადება გაკეთებული, ელოდებიან რა ხვალ მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს, ფონს ქმნიან საიმისოთ, რომ რაიმე ილუზიები არ ქონდეთ არც ამერიკელებს, არც უკრაინა ჯერჯერობით არ მონაწილეობს შემზადება მარტო რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ ევროპაზე ორივემ თქვა, როგორც ტრამპმა, ასევე პუტინმა, ორივე მხარემ, რომ ამ შეხვედრაში რაღაც მესამე პირები გათვალისწინებული არ არის. ანუ არავინ არ ჩაერთვება ევროპიდან ამ მოლაპარაკებებში. ეს აშფოთებთ ევროპელებს, ევროკავშირს, საერთოდ როგორ მოხდება მათი გამოფხიზლება მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია საერთოდ ხელს დაიბანს უკრაინაზე. შეიძლება იქ თავის ინტერესი, რაც ტრამპმა თქვა, რომ მას სურს წიაღისეული, ამაზე ვიცი ზელენსკის პასუხი, რომ ეს ჩვენთან არ იყო შეთანხმებულიო, უბრალოდ არ არის კარგად ჩვენი ინტერესები გათვალისწინებული, ძალიან უცებ და ისეთი ტონით მოგვაწოდეს ეს მათი მოთხოვნაო, შესაბამისად მე მინისტრებს მივეცი განკარგულება, რომ არ მოაწერონ ამ ყველაფერს ხელიო, მაგრამ აქ საინტერესო ის გახლავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ 3 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რესურსი აქვს დახარჯული. და ტრამპი როგორც ბიზნესმენი კაცი ამას ითხოვს, რომ ამის აკუმულირება ამითი უნდა მოახდინოთ. ანუ უნდა გადაფაროთ ეს ხარჯები. რაც უკვე დაგეხმარეთო, ან სამომავლოდ შეიძლება დაგეხმაროთო, წიაღისეული გვინდაო, ეს ვარზეა. მაგრამ ზელენსკის ამბიციები მისი განცხადებების მიუხედავად ძალიან გავს ვერმახტის განცხადებებს 45 წლის ჯერ კიდევ მარტში, აპრილში, როდესაც უკვე ბერლინს ჰქონდა 8 შრიანი თავდაცვის ზღუდეები. ისინიც ფიქრობდნენ, რომ აუცილებლად მოიგებდნენ ომს. აი დაახლოებით ასეთ ვითარებაშია ახლა ზელენსკი. კი ბატონო, ზუსტად ასე არის და როგორც ვერმახტმა დაამთავრა, როგორც გიტლერმა დაამთავრა, იქ სადღაც სარდაფში თუ მერე სადღაც გაიქცა თუ გაუგებ ძალიან ისეთი ანუ ლეტალური შედეგით, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ ვიტყვით პოლიტიკური ლეტალური შედეგი დაამთავრებს ზელენსკი და რუსეთს ყველანაირი იურიდიული სამართლებრივი უფლება აქვს, რომ მოლაპარაკებებზე განაცხადოს, რომ ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი მით უმეტეს ახლა ყირიმი აბსოლუტურად საერთაშორისო ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა რეფერენდუმი და შეუერთდა რუსეთის ფედერაციას. ამაზე მე ლუგანსკში როცა ვიყავ, დონეცკში და დონბასის ტერიტორიაზე როცა ვიყავი, იქ მე ძალიან აი დოკუმენტების სახით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ დაინეკომ აი საბუთებით აგვიხსნა როგორ და ასე ვთქვათ რა ნორმატივებით იურიდიული ასე ვთქვათ ნორმატივებით მოხდა ეს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ვლადიმერ პუტინი ტრამპთან შეხვედრისას ზუსტად აი ამ საკითხებზე ისაუბრებს და კიდევ ვიმეორებ რომ ეს დამთავრდება მოლაპარაკებები დამთავრდება რუსეთის აბსოლუტური დიპლომატიური გამარჯვებით იქიდან გამომდინარე რომ რუსეთმა უკვე სამხედრო თვალსაზრისით გაიმარჯვა და წერტილი დაესმება აი ამ დიპლომატიური პროცედურებით.
ეს იქნება. და აქედან და შეერთებული შტატების მხრიდანაც ეს JD Vance იქნება, ტრამპი თუ სხვა, ისინიც უკვე აცხადებენ წინასწარ, რომ უკრაინას არ უნდა კონდეს პრეტენზიები იმ ტერიტორიაზე, რომელიც ასე ვთქვათ შეუერთდა რუსეთის ფედერაციას, რომ ის ხალხი, ის ოლქები, რომლებიც რუსეთს შეუერთდა, მას პრეტენზია არ უნდა კონდეს. ხო, ეს იგულისხმება. ლავროვმაც ახსნა ეს დღეს კიდე, გაიმეორა ის, რომ ამაზე პრეზიდენტსაც არაერთხელ უსაუბრიაო რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ ძირითადი აქცენტი ის იყო, რომ ეს ყველა ის ქალაქი, რაზეც ახლა რუსეთი რისთვისაც იბრძვის, არის თავად რუსების დაარსებული და თვითონ უკრაინა, როგორც ასეთი, მისი სახელმწიფოებრიობა აიწყო. რუსი მოსახლეობა ცხოვრობს. 1917 წელს დაიწყო მხოლოდ ამ დღევანდელი სახით ამ ქვეყნის აწყობა, ასე ვთქვათ. ამიტომ ეს ყველა ქალაქები არის რუსების აშენებული ისტორიულადაც, იურიდიულადაც და ასე შემდეგ. დიდი მადლობა გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი დრო ამოიწურა. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. ჩვენ შევხვდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.